გამარჯობა, ეთერშია ქრონიკა 11 საათზე, ახალ ამბებს გიორგი აბაზაძე გაგაცნობთ. ორი უნივერსიტეტის გაერთიანების საკითხზე დიალოგი გაგრძელდება. შეხვედრა განათლების სამინისტროში გვიან ღამით დასრულდა. პირველი ხელშესახების შედეგები და აქტიური მუშაობა სურსათისა და მედიკამენტების გასაიაფებლად. მომდევნო 3 თვე აქტიურად იმუშავებს საპარლამენტო კომისია. უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი იწყება ღონისძიებას. საქართველოს პრემიერი გახსნის და პირდაპირ ეთერში გთავაზობთ ღონისძიებას. მივესალმებით საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მივესალმებით მინისტრებს, პარლამენტის წევრებს, მივესალმებით ქალაქის მერს, მივესალმებით ქართულ ბიზნესს, ჩვენ უცხოელ სტუმრებს, საერთაშორისო პარტნიორებს. პატივცემულო ქალბატონებო და ბატონებო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება და გვინდა გულითა და ძალიან დიდი მადლობა მოგიხადოთ თითოეულ თქვენგანს ჩვენს დღევანდელ ფორუმში მონაწილეობისთვის. ჩვენთვის მართლაც პატივია საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სახელით გავხსნათ საერთაშორისო უძრავი ქონების ფორუმი და გვინდა გუწმელი მადლობა გადავუხადოთ პრემიერ-მინისტრს და მის გუნდს ამ ფორუმში მონაწილეობისათვის. რამე თუ თქვენი აკყოფნა მკაფიო გზავნილია ყველასათვის, რომ ჩვენი ქვეყანა საქართველოს ღია ინვესტიციების, ინოვაციებისა და საერთაშორისო თანამშრომლობისთვის. ეხლა გვინდა მისასალმებელი სიტყვით ვთხოვოთ ბატონ პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს. მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, მივესალმები დედაქალაქის მერს, მივესალმები ეკონომიკის მინისტრს, მივესალმები მინისტრებს, პარლამენტის წევრებს, მივესალმები ბიზნესმენებს, მივესალმები ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტს და მივესალმები ჩვენი ფორუმის უცხოელ სტუმრებს. მადლობა მათ საქართველოსი დაინტერესებისთვის და საქართველოს შემომბრძანებისთვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფორუმი, რომელიც ეძღვნება უძრავი ქონების საკითხებს და საერთაშორისო ფორუმის საქართველოში გამართვა არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ საქართველო პარად იმკვიდრებს ადგილს რეგიონულ საინვესტიციო რუკაზე. მიუხედავად იმისა, რომ გქონდა ძალიან სერიოზული გლობალური და რეგიონული სირთულეები, საქართველომ შეძლო ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება გასული 5 წლის განმავლობაში საქართველომ დაიკავა პირველი ადგილი ევროპის კონტინენტზე და რეგიონში ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით გასული 5 წლის განმავლობაში 2021-25 წლებში საქართველოს საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 9.3%. კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ეს არის ნომერ პირველი მაჩვენებელი ჩვენს კონტინენტზე. ასევე მოხარული ვართ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის მიხედვით საქართველოს ექნება ასევე პირველი ადგილი ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით საშუალოდიან პერსპექტივაში რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის. თქონდა ჩვენი ვალია მაქსიმალურად ხელი შეუწყოთ იმ ტენდენციის შენარჩუნებას, რომელიც არის ჩამოყალიბებული და მისათვის რა თქმა უნდა საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს. ცალკე აღნიშვნის ღირსია, რომ უძრავი ქონების სექტორს ეკონომიკურ ზრდაში უკავია განსაკუთრებული ადგილი. გასულ წელს უძრავი ქონების სექტორში ეკონომიკურმა ზრდამ, რეალურმა ზრდამ 10%-ს გადააჭარბა. ასევე რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მიმართულებით. ამ ყველაფერს ხელს უწყობს ის საერთო გარემო, რომელიც არის ჩამოყალიბებული ჩვენს ქვეყანაში, გვაქვს სათანადო საინვესტიციო გარემო, გვაქვს ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა, გვაქვს დაბალი გადასახადები, რაც ბუნებრივია ქმნის სტიმულს საქართველოში ეკონომიკური აქტივობისთვის. და კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით საქართველო არის ერთ-ერთი გამორჩეული მოწინავე ქვეყანა ამ მაჩვენებლით. ჩვენ ვართ პირველ ადგილზე რეგიონში და წინ უსრებთ ევროკავშირის 10-მდე ქვეყანას. ბუნებრივია ეს ყველაფერი ხელს უწყობს სათანადო გარემოს შენარჩუნებას ჩვენს ქვეყანაში. ასევე საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს უკავია მაღალი ადგილი.
გამოყოფთ მსოფლიო ბანკის რეიტინგს ბიზნესისთვის მზაობა, ეგრეთ წოდებული BRED, სადაც საქართველო არის ერთ-ერთი ლიდერი და მსოფლიოს 101 ქვეყანას შორის იკავებს მეოთხე ადგილს. ბუნებრივია ის საერთო ტენდენციები, რომელიც არის ჩამოყალიბებული საქართველოში ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, პირდაპირ პროპორციულად აისახება უძრავი ქონების სექტორის დინამიკაზე. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორი ჩვენს ეკონომიკაში, რომელიც ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს და ხელს უწყობს ინფრასტრუქტურის განვითარებას. ასევე ბუნებრივია, ეს სექტორი ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს პირდაპირ უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში. ცალკე მინდა აღვნიშნო ძალიან მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტი, რომლის განხორციელება დაწყებულია ჩვენს ქვეყანაში. ეს არის უმსხვილესი დეველოპერული კომპანია Eagle Health-ის უპრეცედენტო საინვესტიციო პროექტი, რომლის საერთო მოცულობა არის 6,6 მილიარდი დოლარი. ასეთი მასშტაბური ინვესტიციის შემოსვლა ჩვენს ქვეყანაში და ინვესტორის შემოსვლა ჩვენს ქვეყანაში ადასტურებს საერთო ნდობას ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ და იმ გარემოს მიმართ, რომელიც არის საქართველოში ჩამოყალიბებული. მარტო ეს კონკრეტული ინვესტიცია დაახლოებით 11 მილიარდი ლარით გაამდიდრებს საქართველოს ეკონომიკას, რაც მის მასშტაბებზე თავისთავად ეტყველებს. ჩვენ გვაქვს ზოგადად ძალიან მკაფიო გეგმები ეკონომიკური პოლიტიკის კუთხით, ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მიმართულებით. ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა ხელი შეუწყოთ საქართველოს დაკავშირებადობის სატრანზიტო ფუნქციის განვითარებას, რისთვისაც ძალიან დიდი ინვესტიციები იდება და მილია მასშტაბური მშენებლობები ამ მიმართულებით. რა თქმა უნდა, ესეც ხელს შეუწყობს ჩვენი ეკონომიკური ზრდის ტემპის კიდევ უფრო მეტად დაჩქარებას. მე მინდა გისურვოთ ყველას ნაყოფიერი დისკუსიები, კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვა ამ ფორუმის მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნისთვის. მადლობა მინდა გადაუხადო ბიზნეს ასოციაციას და თითოეულ ორგანიზატორს ამ ფორუმის ორგანიზებისათვის. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფორუმი ხელს შეუწყობს საქართველოში ეკონომიკური აქტივობის კიდევ უფრო მეტად ზრდას. კიდევ ერთხელ მადლობა ყურადღებისთვის თითოეულ თქვენგანს და მინდა ყველას წარმატებები გისურვოთ. დიდი მადლობა. დიდი მადლობა ბატონო პრემიერო, სოდოთ გულწრფელდა ჩვენ ვცნობთ ხელისუფლების თანაგდგომას, გვერდში დგომას ქართული ბიზნესის მიმართ და ვფიქრობთ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამე, თუ ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკური წარმატება ჩვენს გვიტყვია, დღეს ვიტყვი და მომავალში ძალიან ბევრჯერ ვიტყვით, რომ დამოკიდებული იმაზე, რამდენად ძლიერია მისი ეკონომიკა და ამისათვის ძალიან დიდი მადლობა გულწრფელად ბიზნესის სახელით. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, პატივცემულო სტუმრებო და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ფორუმში მონაწილეობისათვის. ვინაიდან დღევანდელი ფორუმის მონაწილეთა ძალიან დიდი უმრავლესობა და ეს გვახარებს მხოლოდ და მხოლოდ არის უცხოელი სტუმარი, ჩვენ მიზანშეწონილად ჩავთვალეთ, რომ დღევანდელი ფორუმის დღის რესტრიგით გათვალისწინებული ორი პრეზენტაცია და პანელური დისკუსია წარიმართოს ინგლისურ ენაზე. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო საქართველოს ბანკს და TBC ბანკს. მათი შვილობილი კომპანიები წარმოგვიდგენენ ძალიან საინტერესო პრეზენტაციებს დღეს. და ასევე მინდა ჩვენ თქვენ იცით, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ძალიან ბევრ შეხვედრებს მართავს, ეკონომიკურ ფორუმებს, ასევე სხვადასხვა ტიპის აქტივობებს და ეს მომავალშიც გაგრძელდება, რამეთუ ეს არის ჩვენი მოვალეობა და ვფიქრობთ, რომ ამას თქვენთან ერთად კარგად ვაკეთებთ და ყოველთვის ჩვენ ამას ვაკეთებთ ჩვენ წევრებთან ერთად და დღევანდელი ფორუმის საქართველოს ბიზნეს ასოციაციასთან ერთად დღევანდელი ფორუმის ხარდაჭერები და თანაორგანიზატორები არიან უძრავი ქონების წამყვანი დეველოპერული კომპანიები, არქი, Next და Biography Living, ასევე დღეს ჩვენ ჩაგვერთო და გვერდში გვიდგა ძალიან საინტერესო კომპანია Invest Georgia და ძალიან მადლობა მეგობრებო ამისათვის. ეს ჩვენი ასოციაცია სწორედ იმიტომ არსებობს, რომ ჩვენ ერთად გავაკეთოთ საინტერესო საქმეები ჩვენი ქვეყნისათვის და კიდევ ეს მინდა გითხრათ, რომ ასეთი შეხვედრები და ფორუმები გაგრძელდება. ორი სიტყვით იმის შესახებ, თუ რაც ნიშნავს უძრავი ქონების განვითარება, ბატონმა პრემიერმა ახსენა, რომ მას დიდი როლი აქვს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში და ამავდროულად დავამატებდით, რომ უძრავი ქონება არ ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ აღარ გულისხმობს მარტო შენობა ნაგებობებს, ეს არის დიდი ინვესტიციები ეკონომიკურის და თანამედროვე ქალაქები, კონკურენტუნარიანობა, ტურიზმი, ინფრასტრუქტურა, ენერგოეფექტიანობა და ცხოვრების ახალი ხარისხი. უძრავი ქონების დეველოპერული და სამშენებლო სექტორი ჩვენი ქვეყნის
ყველაზე დინამიურად მზარდ დარგებს შორის არის და ეს ინდუსტრია მხარს უჭერს ათასობით კომპანიას. არქიტექტურით და ინჟინერიით დაწყებული, სამშენებლო მასალებით, ლოგისტიკით, წარმოებით, საცალო ვაჭრობით, სტუმართმასპინძლობითა თუ ფინანსური მომსახურებით დასრულებული. და თითოეული წარმატებული პროექტი, განსაკუთრებით მსხვილი პროექტები ამ ინდუსტრიაში ქმნის ძალიან მნიშვნელოვან მულტიპლიკაციურ ეფექტს ჩვენს ეკონომიკაში. ამასთან საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი უნდა აღინიშნოს, რომ თანდათანობით სულ უფრო საერთაშორისო ხდება, ჩვენ ხედავთ უცხოელი მყიდველების, საერთაშორისო ინვესტორებისა და გლობალური პარტნიორების მზარდ ინტერესს და სწორედ ამიტომ ალბათ ძალიან დროული იყო ამ ტიპის ეკონომიკური ფორუმის ჩატარება და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს აქ ყოფნისათვის, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფასეული და ღირებულია. ეხლა ჩვენ გვინდა ვთხოვოთ საქართველოს ბანკის შვილობილ კომპანიას Galten Tagarts, გალბატონი ევაბუჯურიშვილი გავაკეთოთ. ეს იყო უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმის გახსნის ღონისძიება. საქართველოს მდგრადი ეკონომიკური და ფისკალური მდგომარეობა საკრედიტო სააგენტო SP Global-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი შეაფასა და უცვლელად BB დონეზე დატოვა სტაბილური პერსპექტივით. როგორც დოკუმენტში აღნიშნული რეიტინგის სტაბილური პერსპექტივა განპირობებულია განხორციელებული ეკონომიკური პოლიტიკით, შემცირებული მთავრობის ვალის დონითა და მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმით, რასაც ემატება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან დაფინანსების მიღების დროული შესაძლებლობა. სარეიტინგო კომპანია აღნიშნავს, რომ ქვეყანა ინარჩუნებს ძლიერ ეკონომიკურ ზრდას, რაც დაკავშირებულია გაძლიერებულ შიდა მოთხოვნასთან. საშუალო ვადიან პერიოდშიც საქართველოს ზრდა მისი მსგავსი რეიტინგის მქონე ქვეყნებზე მაღალ მაჩვენებელზე დაფიქსირდება. გაზრდილია ტურიზმიდან შემოსავლები, ასევე საერთაშორისო რეზერვების დონე, რაც ხელს უწყობს გაცვლითი კურსის მერყეობის მართვას. პირველ რიგში ბიზნესისთვის ეს არის მნიშვნელოვანი, სწორედ საერთაშორისო ინვესტორების მოსაზიდად. ერთ-ერთი მთავარი ინფორმაცია, რასაც ჩვენ საერთაშორისო ინვესტორებს, ბროკერებს, უძრავი ქონების ნაწილში ვინც მუშაობს, ვაწვდით, სწორედ ეს არის ქვეყნის საკრედიტო რეიტინგები, სტაბილური რეიტინგები, სწორედ იმისათვის, რომ მათ კონდეთ რწმენა და იმედი ქვეყანაში მათ მიერ დაბანდებულ თითოეული დოლარის სტაბილურ, ასე ვთქვათ, განვითარებაზე. და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია აი ამ პარტნიორების კუთხით კარგად დავინახოთ, რომ თითოეული წარმატებული რეიტინგი არის ნდობა ჩვენ ქვეყნის მიმართ და ნდობა ქართული ბიზნესის მიმართ. ორი უნივერსიტეტის გაერთიანების საკითხზე დისკუსია გაგრძელდება. უმაღლესი სასწავლებისა და მინისტრის შეხვედრა გვიან ღამემდე გაგრძელდა. უნივერსიტეტების წარმომადგენლების მხრიდან გამოითქვა სურვილი, რომ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც ჯერ ყველა საკითხზე იმსჯელებს. მინისტრის განცხადებით, უნივერსიტეტებს შესთავაზეს, რომ დაიწყონ რეორგანიზაციის პროცესი, ჩამოყალიბდეს დროებითი მმართველი ორგანო, რომელმაც თუნდაც 2 წლის განმავლობაში იმსჯელოს და მხოლოდ ამის შემდეგ დასრულდეს მთლიანი რეორგანიზაცია. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხრიდან ბატონ მინის გადავეცით ის პოზიცია, რაც აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ასევე მის არჩევით ორგანოებს მხედველობაში მაქვს სენატს და რა თქმა უნდა გამოითქვა სხვადასხვა პოზიცია. ერთი რამ, რაზეც ჩვენ შემიძლია სასახელად გითხრათ, რომ შევჯერდით, ის არის, რომ აღნიშნული დიალოგი აუცილებლად გაგრძელდება. სამინისტროც არის მოწოდებული, რომ ესეთი შეხვედრა გაიმართოს საკმაოდ საქმიან ფორმატში, სადაც იქნება წარმოდგენილი უკვე უნივერსიტეტის წარმომადგენლები, ვისაუბრებთ სხვადასხვა ტექნიკურ დეტალებზე. ჩვენ ყველანი ერთად ვეთანხმებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას რეფორმის შესახებ. ჩვენი თხოვნაა ბატონი პრემიერ-მინისტრ და ბატონი გივისადმი, რომელიც მოვდა გადაცეს როგორ მომძანა, რომ შეიქმნას კოლეგიალური ჯგუფი, რომელიც იმსჯელებს ორივე უნივერსიტეტიდან, თუ როგორი იქნება ეს რეფორმა, რას მოგვიტანს და სად მივალთ. და ამ ჯგუფის გადაწყვეტილების შემდეგ უკვე ერთობლივად მივიღოთ გადაწყვეტილება. მე მქონდა შესაძლებლობა და ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ორივე უნივერსიტეტის წარმომადგენლებისთვის, აკადემიური პერსონალისთვის მომესმინა, გამეგო მათი პოზიციები კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით. მიმდინარე კვირაში, როგორც თქვენთვის ცნობილია, პარლამენტმა განიხილა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც კონცეფციის დოკუმენტიდან გამომდინარე არის და შესაბამისად ეს ცვლილებები პარლამენტმა მიიღო და ის უკვე პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი არის, რაც იმას ნიშნავს, რომ სამართლებრივი საფუძვლები, ის რაც მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით იყო წარდგენილი, უკვე ძალაში არის შესული. შესაბამისად ერთ-ერთი ნორმა ამ ცვლილებებიდან გამომდინარე ეხება ზოგადად რეორგანიზაციის პროცესს. პოზიციების მოსმენის და კონკრეტული, ასე ვთქვათ, მათი ხედვების მოსმენის შემდეგ შეთავაზებული იყო, რომ დავიწყოთ ეს რეორგანიზაციის პროცესი, ჩამოვაყალიბოთ დროებითი მმართველი ორგანო, თუმცა ამ მმართველმა ორგანომ არა
ისიერად და რაღაც რამდენიმე თვის განმავლობაში, არამედ თუნდაც 2 წლის 2 წელიწადნახევრის განმავლობაში, რაც აი ამ რეფორმის პროცესისთვის მთლიანად გვაქვს განსაზღვრული, იმსჯელოს ამ საკითხებზე ყველა პოზიცია შეაჯეროს და მხოლოდ ამ პროცესების შეჯერების შემდეგ უკვე დასრულდეს მთლიანი რეორგანიზაცია. ფასების რეგულირება და ბიზნეს სექტორთან კოორდინაციით ხელშესახების შედეგების მიღწევა რეალისტურია. ფასების კლებაზე მთავრობისა და პარლამენტის მუშაობა აქტიურად გრძელდება. კომპანიების ნაწილმა პრემიერის ინიციატივა უკვე გაითვალისწინა. მცირდება კვერცხის ფასი, თუმცა ეს არ არის საბოლოო და სურსათის გასაიაფებლად საკითხის მოკვლევა გრძელდება. ამ მიზნით შექმნილი საპარლამენტო კომისია მომდევნო 3 თვის განმავლობაში შესაბამისი სექტორების წარმომადგენლებს შეხვდება. სახეზეა მოცემულობა, როდესაც სექტორში კონკრეტულად საკვე პროდუქტების და პირდაპირი მოხმარების, პირველადი მოხმარების საგნების სექტორში სტრუქტურული პრობლემაა. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული სტრუქტურული პრობლემა გავაუმჯობესოთ, პროცესები გავაჯანსაღოთ, ბაზარზე აღინიშნება გარკვეული კლების ტენდენციები, თუმცა ჩვენი მიზანი არის, რომ სექტორს მივუდგენთ სტრუქტურულად, სისტემურად და სისტემური გადაწყვეტილებებით შევძლოთ, რომ სექტორი გახდეს უფრო კონკურენტუნარიანი, უფრო ხარჯეფექტური. ნახულვის შედეგად ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი მიგნებები შეიძლება გამოიკვეთოს და ეს რა თქმა უნდა იქნება ხელის შემწყობის აიმისოთ, რომ პროცესი წარიმართოს ფასების გაიაფების, შემცირების და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით. ამდენად ბუნებრივია, რომ მოლოდინი არის ერთმნიშვნელოვნად დადებითი, როგორც საჯაროობიდან გამომდინარე, რომ პროცესი იქნება თვალსაჩინო საზოგადოებისთვის და იმავდროულად, რა თქმა უნდა, ეს შეიძლება იყოს შედეგიანი რეალურად იმ ამოცანების გადასაჭრელად, რომელიც დასახული აქვს კომისიას საზოგადოდ. ამ წუთებში პრემიერი მედიასთან აკეთებს კომენტარს, ირაკლი კობახიძეს პირდაპირ ეთერში ვთავთ. მოგებით. კაი, არ ვიჭიდაოთ. მოგესალმებით. მოგესალმებით. ბატონო ირაკლი, პირველ რიგში რას ნიშნავს დღევანდელი ფორუმი და ზოგადად საინვესტიციო გარემო საქართველოში კიდევ ერთხელ შევაფასოთ. ეს ფორუმი ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის საერთაშორისო ფორუმი, ყავს უცხოელი სტუმრები. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რაც აღნიშნეთ უშუალოდ ფორუმის დროს, რომ რა თქმა უნდა ასეთი ფორუმი ხას უსვავს ჩვენ მზარდ როლს რეგიონში საინვესტიციო თვალსაზრისით. არის ძალიან დიდი ინტერესი საქართველოს მიმართ და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად ხელი შეუწყოთ ეკონომიკური ზრდის ტემპების შენარჩუნებას, დაჩქარებას. ასეთი ფორუმებიც არის მნიშვნელოვანი პლატფორმა იმისათვის, რომ შესაბამისი საკითხები განვიხილოთ. საქართველოს აქვს მიმზიდველი გარემო შექმნილი საქართველოს ეკონომიკური აქტივობისთვის, ინვესტიციების ჩადებისთვის და მზად ვართ, რა თქმა უნდა, ღია ვართ ინვესტორებთან პარტნიორობისთვის. განათლების რეფორმაზე კითხავთ, ბატონო ირაკლი, გუშინ გვიან ღამემდე რიგრიგობით ჯობია გავინაწილოთ, გვიან ღამემდე მიმდინარეობდა შეხვედრა ორი უმაღლესი სასწავლებლის რექტორ მასწავლებელთან, ხო? მიღებულია თუ არა კიდევ ერთხელ რომ ვთქვათ პოლიტიკური გადაწყვეტილება და ვიცით, ხო, რა მოსაზრებებიც აქვთ ამ უნივერსიტეტში დასაქმებულ ადამიანებს და როგორ უნდა მოხდეს ამ პრობლემის გადაჭრა კიდევ ერთხელ. მე არ ვიჩქარებ კომენტარის გაკეთებას, დღეს გვექნება შეხვედრა განათლების მინისტრთან ერთად, მისგან მოვისმენთ უშუალოდ ინფორმაციას ამ შეხვედრის შინაარსთან დაკავშირებით და ამის საფუძველზე ჩამოყალიბდებით კონკრეტულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. ჩვენი ამოცანა არის ძალიან მარტივი. დღეს უმაღლესი განათლების სისტემა არის რბილად რომ ვთქვათ, ძიმე მდგომარეობაში. ჩვენი სისტემა ვერასდროს სათანადო ხარისხის განათლებას ქართულ სტუდენტებს და ჩვენი ამოცანა ამ ყველაფრის თვისებრივად გამოსწორება, არსებითად თვისებრივად გამოსწორება. თუ ვინმე ამას ეწინააღმდეგება, რა თქმა უნდა ეს არ არის სწორი. მათ შორის თუ ვინმე სუბიექტური ინტერესები აქვს, ყველამ უნდა გადადოს გვერდზე საკუთარი სუბიექტური ინტერესები და მთავარი ამოცანა უნდა იყოს სტუდენტებისთვის, ქართველი ახალგაზრდებისთვის მაღალი დონის განათლების მიწოდება, ცოდნის გაზიარება. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა და რა თქმა უნდა ამისათვის გაკეთდება ყველაფერი. სამომხმარებლო ფასებზეც კითხავთ, ბატონო ირაკლი, გუშინ იყო მეგობრებო, ვაცადოთ ერთმანეთს. მეფრინველეობის ასოციაციის განცხადება იყო და გავიგეთ, რომ კონკრეტულ პროდუქტთან დაკავშირებით მცირედით ფასის შემცირების მიმართულებით გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები, ხო? როგორ გაგრძელდება ზოგადად ეს პროცესი და სხვა
პროდუქციასთან მიმართებაში როგორ მიმდინარეობს მუშაობა და თქვენი აზრით ზოგადად შედეგი რა გვექნება, ვიცით რომ უახლოეს დღეებში ასევე პარლამენტშიც შესაბამისი კომისია დაიწყებს საქმიანობას. ეს თავისთავად მნიშვნელოვანი ფაქტია და იმედი მაქვს რომ ამას მიბაძავენ სხვა კომპანიებიც. ჩვენ ყველამ უნდა ვიმოქმედოთ, ყველამ ერთად, ხელისუფლებამ, ბიზნესმა, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით და სადაც ეს შესაძლებელია და რამდენად ეს შესაძლებელია, უნდა ვიზრუნოთ ფასების შემცირებაზე, უნდა შევამსუბუქოთ ჩვენს მოსახლეობას სოციალური ტვირთი, რაც ამ ფასებში არის გამოხატული. მე ვფიქრობ, რომ ამის რესურსი არსებობს, რა თქმა უნდა, პარლამენტის ჩაერთვება საქმეში, შექმნილია როგორც მოიხსენებათ შესაბამისი საპარლამენტო კომისია, მომდევნო კვირიდან უკვე გაიმართება ამ კომისიის ფორმატში შეხვედრები შესაბამისი სექტორის წარმომადგენლებთან და საბოლოო ჯამში საზოგადოება უშუალოდ მიიღებს ინფორმაციას ამ ღია შეხვედრების საფუძველზე, მასთან დაკავშირებით თუ როგორი ვითარება შექმნილი, როგორ წარმოიქმნება ფასები და რამდენად არსებობს ფასების შემცირების რესურსი და ამ ყველაფრის საფუძველზე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ყველამ ერთად უნდა ვიმოქმედოთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით და უნდა ვიზრუნოთ ფასების დაბლა დაწევას. მეგობრებო, რაც ხა პუბლიკას, ხო? პუბლიკა გასაგებია, დიდი კომენტარი არ ჯერდება, რაც შეეხება ამ ჯილდოს გადაცემას, ეს არის იმის გაგრძელება, რაც ვიხილეთ ჩვენ ამაღლობელის შემთხვევაში, ხო, როდესაც ადამიანი დაჯილდოვდა პოლიციელი შეურაცხყოფისთვის. ეს არის ის დაბალი სტანდარტი, რომელთაც დღეს მოქმედებს ევროპული ბიუროკრატია, ეს არის ტრაგიკული მდგომარეობა, რომელშიც საკუთარი თავი ჩაიყენა ევროპულმა ბიუროკრატიამ იმის გამო, რომ მთლიანად დათმეს რეალურად სუვერენიტეტი. ევროსაბჭოს თავს საქართველოს გაუზიარო საკუთარი გამოცდილება უცხოურ გავლენებთან ბრძოლის თვალსაზრისით, როგორია თქვენი პოზიცია, გვახსოვს ჩვენ მათი კრიტიკა, ჩვენ მოხარული ვართ, რომ ასეთი ინტერესი აქვს ევროსაბჭოს, საქართველოს რეალურად აქვს ერთ-ერთი საუკეთესო გამოცდილება უცხოურ გავლენასთან ბრძოლის მიმართულებით, თქვენ იცით, რომ გამჭვირვალობის კანონი ემსახურებოდა ზუსტად ამ მიზანს და შემდგომი კანონმდებლობაც ემსახურებოდა ზუსტად ამ მიზანს, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ ევროსაბჭოს გაუზიაროთ ჩვენი გამოცდილება უცხოურ გავლენასთან ბრძოლის მიმართულებით. ჩვენი ეკონომიკური შეიძლება კრიტიკა მოისმენთ თქვენ დიმკრებოდათ რას უპასუხებთ ერთგულ ადამიანებს არაფასებენ პარტიაში და უფრო მეტად აფასებენ მოწინააღმდეგეთა რიგებიდან გადმობირებულებს. ეს არის დიმიტრი ხუნდაძის განცხადება. თქვენს მმართველობას იწვევს, რა პასუხი გექნებათ თქვენ? მე არ ვიცი, ვინ იგულისხმება თუ კონკრეტულ გარებს დაასახელებს, რა თქმა უნდა, მზად ვართ მასთან საუბრისთვის, განვიხილავთ თითოეულ შემთხვევაში. აქამდე არ გქონიათ მასთან დიალოგი? არა, ამ თემაზე არ მისაუბრია. როგორ ფიქრობთ, ივანიშვილთან თუ გქონდა მას რაიმე მოლაპარაკება ამ საკითხთან დაკავშირებით ან დიალოგი? ზოგადად ჩვენ ხშირად საუბრობდით. გაბედავდა ივანიშვილის გარშემო ხშირად საუბრობდით ერთმანეთთან მთელი ამ დროის განმავლობაში. კონკრეტულად გვარებით უნდა ვიმშელოთ, როდესაც საუბარია ვიღაცის დამსახურების დაფასებაზე და არ დაფასებაზე. ამიტომ მზად ვართ, რა თქმა უნდა, ვიმშელეთ თითოეულ გვართან დაკავშირებით და ამის საფუძველზე მივიღებთ შემდეგ გადაწყვეტილებას. რეიტინგთან დაკავშირებითაც ბიდონეზე დარჩა, როგორ შეაფასებთ, რას ნიშნავს ეს? ბიზნესისთვისაც. საქართველოს აქვს სათანადო გარემო ეკონომიკური აქტივობებისთვის ჩამოყალიბებული, ჩვენ გვაქვს სათანადო ეკონომიკური პოლიტიკა, სათანადო კანონმდებლობა, დაბალი გადასახადები და თქვენ იცით, რომ გასული 5 წლის განმავლობაში საქართველოს ჰქონდა ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ევროპაში 9.3% საშუალო ეკონომიკური ზრდა 5 წლის მანძილზე არ ქონია არც ერთ სხვა ევროპულ ქვეყანას. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი განაპირობებს იმას, რომ საქართველო ინარჩუნებს მაღალ პოზიციებს ასეთ რეიტინგებში. ბატონო, დებატებთან დაკავშირებით კითხავთ, თქვენი ინიციატივა რაც იყო უკვე მეორე დებატები გაიმართება ჩვენ ახსე, ხო, მომდევნო ორშაბათს კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით, რას აძლევს ზოგადად ეს პროცესი საზოგადოებას და ასევე რა შეიძლება თქვათ იმ კონკრეტულ გუნდებთან დაკავშირებით, რომლებმაც საჯაროდ უარი განაცხადეს საჯარო დებატებში მონაწილეობას. ჩვენი მიზანია დეპოლარიზაციის ხელშეწყობა. თქვენ იცით, რომ საქართველოში ხელოვნურად ქვეყნის გარედან თავს გვახევდნენ სიძულვილს. უნდათ საზოგადოება ბოლომდე გაეხლიჩათ ორ ნაწილად. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას უნდა დავუპირისპირდეთ. ჩვენი ამოცანა, ჩვენი მიზანი არის საზოგადოების ერთიანობა და დებატების ინიციატივა ზუსტად ამას ემსახურება. ჩვენ გვინდა, რომ ერთად დავსხდეთ განსხვავებული მოსაზრებების აზრის მქონე ადამიანებთან ერთად და ერთად ვცადოთ ჭეშმარიტების დადგენა ყველა თემასთან დაკავშირებით. ეს არის ერთადერთი სწორი გზა, რაც ჩვენ ქვეყანას მიიყვანს დეპოლარიზაციამ. განათლების რეფორმაზე მინდა რომ
გეტყვით, აი ეს გადაწყვეტილება ექვემდებარება თუ არა გადახედვას, რადგან მხარეების მხრიდან მოვისმინეთ, რომ მიმდინარეობს დიალოგი. აი რა საკითხზე მიმდინარეობს მაშინ დიალოგი არსებობს, რაიმე მოლოდინი რომ შესაძლოა ეს გადაწყვეტილება გადაიხედოს. ერთი რამ არის, რაც არ ექვემდებარება გადახედვას, ეს არის ის, რომ ჩვენს სისტემას სჭირდება ფუნდამენტური რეფორმა. რაც შეეხება ამ რეფორმის დეტალებთან დაკავშირებით ზადვართ ბუნებრივია სასაუბროთ. ამას ემსახურებოდა გუშინდელი შეხვედრაც, ამასთან დაკავშირებით მომავალშიც ზადვართ ბუნებრივია შეხვედრებისთვის. არის ერთადერთი რამ, რაც არ გადაიხედება. ეს არის ის, რომ ამ სისტემას სჭირდება ფუნდამენტური ცვლილებები, ფუნდამენტური რეფორმა იმისათვის, რომ ქართველმა ახალგაზრდებმა მიიღონ სათანადო ხარისხის განათლება, ცოდნა ჩვენს უმაღლესი განათლების სისტემაში. ამას ვერ გადავხედავთ, ყველაფერი დანარჩენი შეგვიძლია გავხადოთ ხელობის საკითხი. რამდენად მისაღები არის, როდესაც ჯერ ასეთ მასშტაბურ გადაწყვეტილებებს განათლების რეფორმასთან დაკავშირებით, შემდგომ იგებს ამას, იგივე პროფესორები, რომლისგანაც უნდა მოდიოდეს ეს შეთავაზება, რეკომენდაციები, ანუ ამას შემდგომ უნდა დაემორჩილო ხალხი, ანუ მანამდე რატომ არ გქონდათ რაღაც მოლაპარაკება, განხილვები? ამას აქვს ძალიან მარტივი ახსნა. აქ არის უამრავი სუბიექტური ინტერესი. ჩვენ გვაქვს ობიექტური ინტერესი, დღეს რომ ვერ იღებს სათანადო განათლებას ქართველი ახალგაზრდა უნივერსიტეტებში, გვინდათ რომ ეს შევცვალოთ. ეს არის ობიექტური ინტერესი. რაც შეეხება უნივერსიტეტებს, მან დაგვთ ადამიანებს სუბიექტური ინტერესები, ხო? მაგალითად, ვიღაცა დღეს არის რექტორი და უნდა დარჩეს რექტორად. ვიღაცა დღეს არის დეკანი და უნდა დარჩეს დეკანად. ვიღაცა ფიქრობს, რომ შეიძლება პროფესორად ვერ დარჩეს თავის უნივერსიტეტში. ჩვენ ყველას ვეუბნებით ერთ-ერთ რამეს. არათუ კადრების შემცირებაზეა საუბარი, იმდენად მწირია ადამიანური რესურსი ჩვენს უმაღლესი განათლების სისტემაში, რომ მაქსიმალურად მოუფრთხილდებით თითოეულ ადამიანს, რომელიც არის პროფესიონალი და რომელიც მუშაობს დღეს საუნივერსიტეტო სისტემაში. ამიტომ ყველამ უნდა გადადოს გვერდზე სუბიექტური ინტერესები და ყველამ უნდა იმოქმედოს ობიექტური ინტერესების შესაბამისად. რაც შეეხება თვითონ ამ ქრონოლოგიას, ჩვენი მოქმედების ქრონოლოგიას, ჩვენ როცა გვაქვს პრინციპული გადაწყვეტილებები, რა თქმა უნდა გვირჩევნია, რომ ჯერ გამოვაცხადოთ ეს გადაწყვეტილება და შემდეგ შევიდეთ დისკუსიაში ამ თემასთან დაკავშირებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, აი ეს სპეკულაციები, რომლებიც სუბიექტურ ინტერესებს ეფუძნება, იქნება კიდევ უფრო მძაფრად წარმოდგენილი და ამ შემთხვევაში სუბიექტურმა ინტერესებმა შეიძლება გადაძალოს ობიექტური ინტერესი, გაჯანსაღდეს ჩვენს ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უმაღლესი განათლების სისტემა. ერთი რამეა, რაზეც ყველა ჯერდებოდა. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო ერთი რამ. ყველა ჯერდებოდა იმასთან დაკავშირებით, იმ დასკვნასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში უმაღლესი განათლების დონე იყო დაბალი. ჩვენ ვერ ვაწოდიდით ქართულ ახალგაზრდას სათანადო განათლებას. უცბად როგორც კი დავანოსეთ ეს რეფორმა, აღმოჩნდა, რომ სხვანაირად ყოფილა საქმე და ჩვენი ოპონენტები აცხადებენ, რომ თურმე ყველაფერი კარგადაა უმაღლესი განათლების სისტემაში, ხო? იგივე იყო ფასებთან დაკავშირებით. როგორც კი გამოვაცხადეთ ჩვენი ინიციატივის თაობაზე, გვეზრუნა ფასების შემცირებაზე, გამოვიდა ოპოზიცია და პრაქტიკულად ამტკიცებენ, მაგალითად ერთ-ერთი ტელევიზია ყველაზე აქტიურად ამტკიცებს იმას, რომ თურმე არაფერი არ ყოფილა შესრულილი და ფასები უნდა შენარჩუნდეს ისე, როგორც არის. და იგივე ხდება უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებითაც. ხო, როგორც კი ჩვენ დავიწყეთ საუბარი იმაზე, რომ არ ვართ კმაყოფილი უმაღლესი განათლების ხარისხით ჩვენს ქვეყანაში, მაშინ გამოვიდნენ ოპონენტები და დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ თითქოს არაფერია შესრულილი ამ ქვეყანაში. ეს არ არის ორი მიდგომა, ხო, ჩვენ ახალგაზრდებზე უნდა ვიფიქროთ და მომავალ თაობაზე უნდა ვიფიქროთ და არა იმაზე, ვირას სკამზე დარჩება დღეს თუ ხვალ. ამიტომ ყველამ კიდევ ერთხელ ყველამ გვერდზე მე 2 წუთის წინ თქვი, რომ ეს არ არის ჩვენი მიზანი. და ახლა ეთქობა არ მისმენდით და მაშინ არ იგითავთ. მაშინ რა გჭირდებათ ეს თქვენი საქმეა, ჩემი საქმე არ არის. მე 2 წუთის წინ თქვი, რომ არათუ ოპტიმიზაციაზე და კადრების შემცირებაზეა საუბარი. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ მაქსიმალურად უნდა მოვუფრთხილდეთ იმ წიერ რესურსს, რომელიც არის ჩვენთან უმაღლესი განათლების სისტემაში. კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმაციის არაღიარების შესახებ იყო კითხვა, მეგონი, ხო? თუ შეიძლება რა ინიციატივაზე რო ვისაუბროთ, ბატონი რაც შეეხება არაღიარების თემას, ხო, ჩვენ გვაქვს ჩვენი კონსტიტუციური ინტერესი, რომ დაცული იყოს კონსტიტუციური სისტემა. თუ ამ კუთხით არის გამოწვევები, ბუნებრივია კანონმდებლობა უნდა იზრუნოს შესაბამისი პრობლემის მოგვარებაზე და ამ კუთხით მე მოუწოდებდი საქართველოს პარლამენტს, რომ მიიღოს შესაბამისი კანონი, რომელიც ამ პრობლემას დაუპირისპირდება. ეს არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ საქართველოში სათანადოდ ფუნქციონირებდეს კონსტიტუციური სისტემა. ბატონო რაზე არის დამოკიდებული, ან რა განსაზღვრავს, როდის იქნება კანონით ეს დარეგულირებული?
ეს პარლამენტის საქმეა, პარლამენტმა უნდა მიიღოს შესაბამისი კანონი, ჩემი სურვილი იქნებოდა რომ პარლამენტმა რაც შეიძლება მალე მიიღოს ეს კანონი, დანარჩენი არის პარლამენტის გადასაწყვეტი. ვაკაც იგივეა, იცით რომ იყო კანონის გვერდის სწავლის შესაძლებლობები და ის კანონპროექტი რომელიც დაინიცირდა არსებითად ემსახურება ამ გვერდის სწავლის მექანიზმების განეიტრალებას. ხო, თქვენ იცით რომ მაგალითად იყვნენ კონკრეტული NGO-ები, რომლებსაც არ უნდათ რქმეოდათ უცხოური ძალის გავლენის წარმომადგენლები და ამ დროს პირდაპირ უცხოურ ძალებად დარეგისტრირდნენ, მაგალითად ესტონეთში, ხო? ეს არის კანონის გვერდის სწავლის მცდელობა, რა თქმა უნდა, ამას უნდა დაუპირისპირდეს კანონმდებლობა, რომელიც არის დაინიცირებული. პრეზიდენტის შეხვედრებთან დაკავშირებით რა ვთქვით, მათ შორის შეხვედრების ვიცე-პრეზიდენტთან და სახელმწიფო მდივანთან, თუ გაქვთ ინფორმაცია, რაც შეეხება საუბარი რატომის? ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ ეს კომუნიკაცია შედგა. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორე რომ ჩვენ გვაქვს გაცხადებული ძალიან მკაფიო სურვილი რომ განახლდეს სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და გვინდა ეს პარტნიორობა განახლდეს სუფთა ბრძოლიდან და კონკრეტული გზამკვლევით, სადაც ასახული იქნება ორივე მხარის ინტერესები, ორივე მხარის პრინციპები. ჩვენ მოთმინებით ველოდებით, რა თქმა უნდა, შემოხვედრ დამბიჯებს სამიმართულებლად. რეალურად შერწყმაზეა საუბარი, ანუ რეორგანიზაციის პროცესი ძალიან მალე დაიწყება და შეიქმნება ერთიანი ინსტიტუცია, რომელიც შესაბამისი ფუნქციებით იქნება დატვირთული, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა იყო რამდენიმე სხვადასხვა უწყება, რომელიც შესაბამის ფუნქციებს ითავსებდა და შეიქმნება ერთიანი ინსტიტუცია, რომელიც ამ ფუნქციებით იქნება დაკავებული. ბატონო? ანუ რეალურად საუბარია ფონდზე, განვითარების ფონდზე, რომელიც შეერწყმება ერთიან აწარმოებს საქართველოსთან ერთად, არსებითად ეს ორი სუბიექტი იქნება, შეერწყება, გაერთიანდება ერთიან სუბიექტად, რომელიც იქნება ერთგვარ სახელმწიფო ბანკად წარმოადგენელი. ეს არ არის კლასიკური ბანკი, ბუნებრივია, თუმცა ბანკის მსგავსი ფუნქციებით იქნება აღჭურვილი. ოპტიმალური მართვისთვის, უფრო ოპტიმალური მართვისთვის, როდესაც არის მსგავსი ტიპის ფუნქციები სხვადასხვა ინსტიტუტებზე გადანაწილებული, უმჯობესია რომ ეს ყველაფერი ერთიანი ხაზით იყოს მართული. ანაკლი მოლაპარაკებები გრძელდება და როგორც იქნება საბოლოო შედეგი მოგახსენებთ. ანაკლი სპორტის ინვესტორთან ხელშეკრულება რა ეტაპზეა ამ დროს? კიდევ ერთხელ გვქვი რომ გრძელდება მოლაპარაკებები, როგორც კი დასრულდება, მაშინვე გაგაცნობთ ინფორმაციას ამის შესახებ. უსმენთ პრემიერ-მინისტრს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მდინარე არაგვზე მდებარე ხიდზე, რომელიც თბილისის მიმართულებით მარცხენა ზოლია დაზიანდა სავალი ნაწილის ერთ-ერთი ფილა. უსაფრთხოებიდან გამომდინარე კი აუცილებელია არმირების გაძლიერება და ბეტონით შევსება. სამუშაოების პერიოდში დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოუძრავ ტრანსპორტს გადაადგილება შეუძლია შემდეგი მარშრუტებით: ზაჰესი, მცხეთა, კავთისხევი, გორის კრა, ქარელი ოსიაური და ნარეკვავი, მცხეთა რკინიგზის სადგურის საავტომობილო გზები. როგორც უწყება აღნიშნავს, ავტოტრანსპორტის მაღალი ინტენსივობის გამო მდინარე არაგვზე არსებული ხიდის სრული რეაბილიტაცია ვერ ხერხდება, რის გამოც პერიოდულად ტარდება აუცილებელი აღდგენითი სამუშაოები. ამასთან არსებული ხიდის პარალელურად უკვე მიმდინარეობს ახალი ხიდის მშენებლობა, რომელიც ექსპლუატაციაში გაშვება მიმდინარე წელს არის დაგეგმილი. მიმდინარეობს ფილის აღდგენითი სამუშაოები, თვალისთვის გვეგმოთ სრულად საავტომობილო მოძრაობის აღდგენას, ასევე პარალელურ რეჟიმში ინტენსიურად მიმდინარეობს ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა, რომელიც უახლოეს მომავალში შევა ექსპლუატაციაში. ასეთი იყო ახალი ამბები ამ დროისთვის, ქრონიკა ამით დასრულებულია. დროებით.